და ჩვენი ახალი მონსტრი. ეს მოტო ვიყიდეთ სავარჯიშოდ. ადოქზე, კარტინგის ტრასაზე. საერთოდ ყველა ესეთებით ვარჯიშობს, განსაკუთრებით ზამთარში. როცა უკვე გარეთ ვეღარ ვარჯიშობენ, თოვლია, წვიმაა, სიცივეა, დახურულ დარბაზებში დადიან ესეთი პიკბაიკებით. პატარა ხილის შევრება უნდა, გაზი მიჭედება. და ნახოთ ეს ტირაჭის. დიდი მადლობა ლადო ბუდაძეს და TikTok აკადემიას. ასეთი საჭიროებისთვის. რატო იჭედება გაზის დროში? რატო? არ ვიცი. ცოტა ის არის მაინც. ეხა საბურავებს მოვხსნით, წავიღებ, სლიკებს დავაყენებ, თორე ამ საბურავით ვიყავი გასული. ნუ სლიკი ისე შეიძლება და 1-2 ვარჯიში ამით მე არა და მე დამეყენებინა სლიკები, მაგრამ თავიბარემ დავაყენებ რა. Просто ჩემი აზრით უფრო მეტ შედეგს მივიღებდი. მაგრამ რა უშავს იყოს, დავაყენებ ახლა. არა, კაი საბურავია, მაგრამ ჯობია წყალში დავაყენო რა, წინაც და უკან. თან ის სხვა ზონაა, 260 ზონავია. ეს არის 150. ეს ნაცოტები ქონა თუ შენ გააკეთე? არა, ეს მე
Ну, здравствуйте. А где шиномонтаж ближайший? Здесь есть у кого-нибудь, нет? Я должен искать. Город. Здесь КТМ. У КТМщиков спроси. Может быть, у них есть. В большом? Да. Это организация. Снял покрышку? Да. Я слики возьму, я должен ехать в город. И заберу Менять? покрышку. Да. У, спаситель. Мы в боксе тогда будем. Хорошо, приду. Сари ორასი 65-ზე. მოდი 60-ები დავაყენოთ. თან კაია ეს. ნახე. იქ არის რა, მარჯვენა მოსახუში აქვს მეტი ნავალი და ჩვენი პირიქით მარცხენა მოსახულია მეტი რა. ეს მოხდა. სავარჯიშოდ გამოდგება, მაგრამ შეჯიბრს ვერ მიდი. ერთ ცენტობი ისე ხა ნახარს სულ უნდა იყო. მარიამა მოხსნა საბურავები. დაშალა. დედაუდია. ახლა მივდივართ რუსთავში. შევცვალოთ. Hello. Hi. სხვათა შორის ერთი რუსი ბიჭია კარტინგზე დადის და მაგას ყავს დუკატი ვიორი. და მაგის საბურავიც მე გვაქვს ეგეც ცulis, სავარაუდოდ ეგეც ივლის ტრეკზე. დაცხება. მეორე წლებში? მეორე? ნუ, 6-ში შეუძლია წესით. შესი არის ნემახობი. ნუ, ხობში გამოვიდა პირველად გამოდის. ანათაში. მეორე თათაში გაგჩანს პრობლემა. დავედით ახლა რუსთავში ერთი ორგანიზაცია მეგულება რა. ივანი. ეს არის აკოსატოს სუპორტები. რომელსაც აქვს ეს სწრაფი გამხსნელი მექანიზმი შლანგის რა. ანუ აქ ის არის მოხროჭის სითხე. და ესე მოხსნი, ისე რომ არ დაგეღურება. წყალ ჩაკეტავ. მაგარია ძალიან ის არის რა. პრაქტიკული და კომფორტული, მაგრამ მე მაინც და მაინც არ მომეტონა რაღაცნაირი ის მაქვს. შიში რა, ნობა რა, თითქოს კარგად ვერ ვაჰარებ. ესე გონია რომ ცოტა ჰაირი მაინც არის. ხო და მინდა რომ ეს გადავაკეთო ჩვეულებრივ მამა პაპურ ბანჯოზე. და შლანგებით შევცვალო, ცოტა მოკლეები დავაყენო. ხო და ის მოიცია მოხდეს. პირველ რიგში ეგრეთ წოდებული პადვესკის მორგება იწყება საგის გასწორებით.
მოტოციკლეთს გაზომავთ აი ესე როგორც არის. უბრალოდ გადმოხრით რა. ნოშკაზე საფეხურზე არ იქნება დაყენებული, გადმოხრით. გაზომავთ ნებისმიერი ადგილიდან, აირჩევთ იქიდან აქამდე. აქაც გინდათ აქედან აირჩევთ, გინდა აი მე აქ მაგალითად ხამუთი მეყენია. და აქედან აქამდე ავირჩიე. ნუ გაზომავთ, მე რაიდერი სრული ეკიპირებით, შლემით დაждდება და ისევ გაზომავთ. სხვაობა უნდა იყოს, ნუ წესით ტრეკისთვის უნდა იყოს უკან ყველაზე ცუდ ვარიანტში 2.5 სანტიმეტრი ნახევარი და წინაც 2 სანტიმეტრი ნახევრიდან 3 სანტიმეტრამდე. ხო, ნუ ეს 2.5-დან 3-მდე უნდა მერყეოდეს, როცა ტრეკზე დადიხართ. ქალაქის პირობებში 40 მმ, 4 სანტიმეტრით შეგიძლიათ. ჩემ შემთხვევაში უკან მაქვს 29 მმ, 2 სანტიმეტრია 9 მმ მაქვს და წინ რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს 1 სანტიმეტრი მაქვს. მეტი არ მაქვს. ხო და ნახოთ. წესით ზედმეტად ხისტია, მაგრამ მეც კი ვიგრძენი ტრეკზე რო ვიარე, რო ცხვირი ზედმეტად ხისტი იყო, მაგრამ ნახოთ. რა შედეგს დავდებ, როგორ მოიქცევა მოტოციკლეტი მოსახვევში, როგორ მოიქცევა მუხრუჭის დროს. ჯობია ეგრე ვნახო, შევამოწმო, მერე შემოვიდე, ისევ მიურმოურიო, აქაურა გადავატრიალო, გადმოვატრიალო. ცოტა დავარბილო. მერე როგორ მოიქცევა, მერე ისევ დავარბილო. პირველ რიგში, როცა ტრეკზე გინდა მოსვლა. კარგი საბურავი, ნუ ხუნდები პირველ მოსვლაზე ხუნდები არ გინდა, ჩვეულებრივი ქალაქის ხუნდებიც გეყოფათ. თავარია ამორტიზატორები, დაკიდების სისტემა პლუს მინუს თქვენ წონაზე მოარგოთ. ხუთშაბათს ღამე ვაპირებთ მოსვლას მე და მარიამ. და აი ამ მოტოციკლით ვარჩის. მაგის ვიდეოსაც გადავიღებ და დავდებ. აბა დროებით.